ბატონი ზაზა მამალაძე არის ჩვენი სტუმარი გილოცავთ თბილისს. თავიდან ბოლომდე რომ თბილისს უკავშირდებით, ესე იგი, ისეთი ადამიანი ხართ თქვენ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის დაბრძანეთ, გილოცავთ. ჩვენ რაღაცა პატარა სუფრა დაგახურეთ. აქვე მივაჭახუნოთ, მე მგონი. აუ, რა გაიგე. გილოცავთ თბილისს, რაც შეგვეძლო მოამზადე ესე თაკო დილიდან ტრიალებს და მოამზადე. ნახე გავკრიფე მთელი ვენახე. გილოცავთ სრულიად საქართველოს თბილისს და თელ სამყაროს, იმიტომ რომ დღეს არის სამყარო დღესასწაული თბილისი დედაქალაქია სრულიად იბათაშობილი სამყაროს. ჩვენი დედა თბილისი გააგვიმარჯოს და გაუმარჯოს თბილისს. გაუმარჯოს თბილისს. გაიხარეთ. ჩვენ აქ პატარა სიურპრიზი გვაქვს ბატონზადად, ჩვენ თანაწამყვანები ყავს პატარა გენიოსები, ესე იგი გიორგი გაბრიელი და ნიკოლოზი სამი ტყუპი ძმა. მოდით ბიჭებო, მე ვიცინდელიანები ვერ გელევით ესე იგი, ვერ გელევით ისეთი. ეს არის საოცარი სიურპრიზი. მოდით აკეთოთ შემოდით. აკეთ კითხვები დააგროვეთ ბავშვებო. მოდით. წავიდა. აუ, რა მაგარი მართლა სერიოზული სიურპრიზია. ნამდვილად. ბატონზაზა, როგორია თქვენი განწყობა დღევანდელ დღეს? იცით რა, გადასარევი ძალიან კარგი განწყობა და აეხლა რომ შემოვედი კიდე სტუდიაში კარგი განწყობა მოვედი და ეს სიურპრიზი რომ დამოხვედრეთ ხო საერთოდ რა ვიცი, ეს საოცარი ბავშვები არიან და ამ ბავშვებს რო უყურებ, ხვდები რომ ეს თბილისობა გაგრძელდება და ყოველთვის რაღაცა ის ეშხი ექნება თბილისობას, რაც ქონდა ადრე და რაც აქვს დღეს. ბატონზაზა, პირველ თბილისობას ხო არ გაიხსენებდით? პირველი თბილისობა იყო 79 წელს, მე მაშინ სტუდენტი გავხდით და ისე მოხდა რომ გპ-ში ვსწავლობდი და რო ვაპირებდით უკვე რიყესკენ წასვლას, ჩამოვიარეთ გპ-ში და სპორტსახლი უნდა გამოიარო. კი ბატონო, და სახელი დახელი როგორც ყველგან ხდებოდა ცისტერნებით ჩამოტანილი ხორაგი, სურსათის ანოვაგეს, ასმელი, ყურძენი, აი ეს ყველაფერი ეს იყო და იქვე გავსინჯეთ, ოღონდ მაჭარი გაგვასინჯეს. იქ მეორე მოვიდა, მესამე მე მაგდოს უკვე გპ-ის კაპელაში მღეროდი და იქ ბიჭები და შევიკრიბეთ, მრავალჟამიერი თქვით ყველაფერი და იქვე დავრჩით. და ეხლა უმოწყალოდ დავლიეთ, ოღონდ მაჭარი. და საღამოს მივდიოდით, პაპადიჯებულები ვიყავით სადღაც და რომ მოვჭით ამ ყველაფერს, ერთი 2 საათი ქონდა დრო სანამ პურმალებზე წავიდოდი და შევიარეთ მეგობართან იქვე ჩავედით, გავერთობით და დომინოს დათამაშოთ. რო 2 საათში და წავიდეთ და მეორე დილას გაგვიყვიდა იქ დომინოზე დაგვეძინა პირდაპირ მაგდე ის მაჭარი გაიხსნა წინში და ერთად მიგვეძინა სულ. მაჭარმა თავისი ქნა ესე. მაჭარმა იმიტომ რომ მაჭარი წინში დადუდა, რაღაცები ჩაიდინა და ის სულფროლებს ვერ წავედით. ხო და მოკლედ ძილში გავატარეთ დღის თბილისობის მეორე ნახევარი დილა. კი ბატონო. აი რომელი ტრადიცია ან რიტუალი მოგწონთ? კეიფის გარდა. რამე ოჯახში ხო არ გაქვთ ისეთ განსაკუთრებული ტრადიცია, რაც თბილისობას უკავშირდება? არა, თბილისობას ერთად ვიკრიბებით და მე გამოვდივართ. ეხლა ადრე სხვანაირად იყო, იმიტომ რომ მაშინ მშობლები, ცოცხლები იყვნენ და მე როგორ მეითონ გავხდი მშობელი და სულ მინდოდა რომ შვილები პატარები იყვნენ ერთად ყოფილიყავით. ახლა წამოვიძრეთ და უკვე ხელებიან და შვილიშვილებს ვეღარ უყრით თავს. ისინი უკვე დამოუკიდებლები არიან და რაღაც გვიჭირს ერთად ესეთ თავმოყრა, მაგრამ მაინც ვახერხებთ ესეთ განსაკუთრებულად რომ ყოველთვის ერთი და იგივე ესე არ ხდება. აი ესე ვართ რა, მივდივართ, გადადებული სამეგობროში და ქალაქს ვეფერებით. მაშინ იმართებოდა ადრე კონცერტები? კი, იმართებოდა, ოღონდ დღეს ეხლა დაუშვათ მე რამდენად ვიცი, ბევრი ლოკაციაა, ბევრი ლოკაცია კი ბატონო. ბევრია. მაშინ არა, ძირითადად იყო რიყეზე, იქ მაშინ სხვანაირად იყო, ეხლა ის რესტორნები იყო, სხვანაირად იყო მოწყობილი, ღვინის, ყურძნის დაწურვა იყო რა. ძირითადად ერთი აქეთ რიყეზე იყო და მე აბანოთუმაში იყო, სულ რაღაც 2 ლოკაცია იყო ძირითადი. და ადგილ-ადგილ კი ვერისბახთან იყო, აი სპორტსახლე ვახსენე და ესე, მაგრამ ესეთი აი ორგანიზებული ღონისძიებები დღეს ბევრად მეტია. მაგრამ მაშინ კარგი ის იყო, რომ ყველა იქ რო ვიყავით, უმეტესობა ერთმანეთს ხვდებოდით რა და არც გვეგმავდით წინასწარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, რომ
დაგეგმვის გარეშე მე მოხდებოდა ის რაც უნდა მომხდარიყო და ნუ ბოლოს ყველაფერი ახლა მithmodes თბილისობას და ქართველი კაცისთვის ყველაზე სამუკვარი არის ქართული სუფრა რომელიც იყო და არის და ჩემ გაგებით რჩება იმ სასწავლებლად რომელსაც აი ეს მაწვდები ზუსტად ეზიარებენ როგორც მე უგულისხმობ ქართულ სუფრას თავისი ატრიბუტიკით სადაც ქვია კარგი თამაში კარგი სიმღერა კარგი ლექსი კარგი იუმორი და რაღაც ღრეობას არ გულისხმობ აი იმას გულისხმობ რასაც აი ეს საოცარი ბიჭები აუცილებლად ეზიარებენ სინდელიანი brothers კითხვები Triplet brothers. კითხვები აბა ბავშვებო რა კითხვები გაქვთ აბა არ დამინდოთ ხალხს დაგისმევთ. თბილისობა ზოგადად არა მარტო თბილისელების, არამედ მთელი საქართველოს დღესასწაულია და ყველა აღნიშნავს. არა მარტო ქართველები, არამედ სხვა სარწმუნოების ხალხიც კი აღნიშნავს თბილისობას და თქვენ დროს, თქვენი ბავშვობის დროს როგორი იყო და აღნიშნებოდა თუ არა? აღინიშნებოდა მე თავში მიულოცე სულიად სამყაროს, იმიტომ რომ თბილისობა არ არის მარტო ჩვენი დღესასწაული, რატო იცი? თბილისი ლამაზი ქალაქი. მაინც სოფლიო დედაქალაქია ეს მაინც. თბილისი ლამაზი ქალაქი არსად არის. აქ არ არის მარტო შენობებზე საუბარი, აქ არის ურთიერთობებზე, თქვენაირ ბიჭუნებზე, ულამაზეს გოგონებზე, ქალბატონებზე, დედებზე, აი ეს არის ყველაფერი და გამომდინარე იქიდან რომ თბილისი არის ძალიან მრავალნაციონალური ქალაქი, ბუნებრივია რომ ამას აღნიშნავს ყველა და ასამდე ნაციონალობა ცხოვრობს და იგივე აი ხა მე რო სიმღერა ვიმღერე, სადათქმულა ერთ პატარა ხელის გულზე ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი, სხვადასხვა სარწმუნოების ეკლესიები. ხო, ერთად არის და ეს იმიტომ არის ეს თბილისი, ჩემო ბიჭებო, საოცარი ქალაქი, მარტო იმიტომ კი არა ჩვენ გვიყვარს და ჩვენ აქ დავიბადეთ, ან არ დავიბადეთ, ამ მნიშვნელობა თბილისი მართლა სამყაროს დედაქალაქია. სოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც ამდენი სარწმუნოება და ამდენი რელიგია ერთად არის შეხმატებული. შენ გაიხარე, ეგ არის. და ის პასუხით თვითონ გაიხსენებს და ერთად აბა შემდეგი კითხვა? თქვენ იცით რომ თბილისს აქვს ძალიან ბევრი სიმღერა და ლექსი მიზღვნილი. ლაღიძის და ცაბადის სიმღერა ალბათ მთლიანმა ყველა თბილისელმა იცის და ალბათ მღერის კიდეც და ლადო ასათიანის ლექსის არ იყოს საქართველოს ბრილიანტს თაიგულს რა სიმღერას მიუძღვნიდით და როგორ მუსიკას? იცით რა ის სიმღერა რაც თქვენ ახლა თქვით ლაღიძე და ცაბაძის ეს არის ჰიმნია საქართველოსი და თბილისზე უამრავი სიმღერა და მე ყველაზე უფრო რა მომწონს პირდაპირ პასუხი არ არის მაგრამ აი ის რომ თბილისი ყველასია იგივე ნიაზ დიასამიძე თქვენ შეიძლება არ იცოდეთ განმოცემით შეიძლება იცით დიდი ნიაზი ეს პატარა ნიაზ არ ვამბობ მის ბაბუა რომელიც აჭარაში იყო დაბადებული რომ ჩამოვიდა იცით როგორი რაღაცა თქვა ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე მომიტევოს ჩემმა თბილისმაო ანუ ეს რას ნიშნავს რომ ცუდი საქციელის გამო ადამიანები თბილისს უხდიდნენ პატიებას თხოვდნენ და ერიდებოდათ ქუჩაში გამოსვლა იმიტომ რომ იმათმა იცოდნენ რომ აი ამან გუშინ ცუდი საქციელი ჩაიდინა და ამას ერიდებოდა ყველა და აი ეს იყო ეს ქალაქი და ეს იყო ეს სიტყვა რომელიც იმიტომ არის განსხვავებული ეს ჩვენი ქალაქი კი ბატონო ნამდვილად იყო თბილისელი და გერქოს თბილისელი არის დიდი პატივი. ამას მოყვება თავისი პასუხისმგებლობა და თავისი ვალდებულებები. ის მაინც რომ არ დავანაგვიანოთ თქვენი თბილისი და არ დავაზიანოთ თქვენთვის თბილისი და თბილისელობა რას ნიშნავს? აი დაიწყო თბილისი და თბილისელობა ნიშნავს ზრდილობას, პატივისცემას, ურთიერთობას, უფროსისადმი. ბავშვი ნახოთ ყვის ნუეთვი გაიზრდება გიღალატებს ვარ ეგეთი სიმღერაც აი ეგ თბილისია ის ურთიერთობა თბილისი და თუ მაგ ერთი წუთი რაღაცა პატარა ისტორიას მოუყვე ხა რატომ გიყურებ რა ხდება ერთ-ერთი ისტორია არის ესეთი ჩვენ საახლობლოში ბიჭი შეყვარებული იყო და შესაძლოა არ ქონდა მეგობრებმა რაღაცა ფული შეუგროვეს ჩააცვეს და ახურეს და ეს თავისი შეყვარებული დაპატიჟა კაფეში სადღაც და მე კინოთეატრის სპარტაკი იყო რუსთაველის თეატრის გვერდზე არის ახლა არ არის კინო დიდი ხანია რუსთაველის თეატრის გვერდზე იყო ეს კინოთეატრი იქაც იყვნენ გამოვიდნენ და იქ კიდე ბოლოს რაღაცა ნაყინი უყიდა და ბოლოს აღარ დარჩა არც ერთი კაპიკები იყო მაშინ თეთრები არ იყო მანეთი და კაპიკი იყო ფული და რო გამოვიდნენ წინ მათხოვარი იჯდა ქუდიედო წინ და ხურდებს უყრიდნენ გამლეგავენ და ამან ჩაიყო ჯიბეში ხელი ხურდა აღარ დარჩა
და შეყარებულმა გახსნა თავისი საფულე, რომ ფული ჩაიგდო და ამან იუკადრისა და ღილი მოიწყვიტა. და ჩააგდო ქუდში, რომ ხმა გაეგონა მის შეყარებულს და განაგრძო გზა და 2-3 ნაბიჯი ქონა გადმოდგმული და მათ ხوارი უძახის ბატონო ერთი წუთით და ამან იფიქრე ახლა ამან თუ შემაგინა რომ ეს რას ხდა პატივცემულო თქვენო ხურდასო ღილიც გადმოაყოლეთო და დაუბრუნა ანუ იმ მათ ხوارმა მიხვდა რომ ამას არ ქონდა სხვა საშუალება და ის ღილიც არ დაკარგოს რატო ამბობ ამას რომ მათ ხوارიც თბილისელი იყო და სხვანაირად ფიქრობდა კი ბატონო და ბატონო ზაზა აი თბილისი 1979 წელს და თბილისი დღეს. აი თქვენთვის მაინც რითი განსხვავდება მაშინდელი თბილისი დღევანდელი თბილისი? ბევრი რამით განსხვავდება ახლა. ჯერ განსხვავდება იმით, რომ თბილისში მაშინ გამოსვლა სიამოვნებდა ქუჩაში რა, სადაც გინდა გახვიდოდი, მანქანა სადაც გინდა გააჩერებდი, რამდენი ხაშიც გინდა მიხვიდოდი, არ იყო არანაირი წინაობა რა, აბსოლუტურად და დღეს გადაადგილება ძალიან ჭირს ქალაქში. მე რითმი დაძაბულია ძალიან. ყველა ფიქრობს მაშინ არ იყო საფიქრალი და უშუალოდ სახში რამე ვიტანო რა ვქნა როგორ გავაკეთო ოჯახი თვარჩინო ყველა ცხოვრობდა საშუალო ფენა იყო ძალიან ძლიერი და სხვა ურთიერთობები იყო და დღეს ახლა ძალიან ჭირს რა ერთი გამახსენდა ხა მაშინ დედაქალაქები პრინციპში ესე იყო მოსკოვია პარიზი ნიუ-იორკი ყველგან გადაადგილება ძალიან ჭირს და ძალიან არ ხშირად მიწევდა ხოლმე და არც მინდოდა იქ ქუჩაში გასვლა იმიტომ ეს არის დღეს და განსხვავდება რითმით განსხვავდება ძალიან რა თითქოს ხო ტექნიკად ინძავიდა მაგრამ გადაადგილება ერთი ადგილი და მეორე ადგილზე მისვლა ჭირს და რა ვიცი უფრო ნერვიული გახდა თორე ადამიანები აი ახლა მათ რო უყურებ რითი განსხვავდება მოდიან საოცარი ბიჭები და იმედი და ყველაფერი მინდა ყველას უთხრა სანამ აი ეს სამი კაცი და სიმბოლურად პირველი მეორე მესამე ხმა იქნება საქართველოში ხო და თბილისში იმღერებს ჩვენ სულ იქნება თბილისობა სულ იქნება ეს ქვეყანა სულ იქნება და სულ და იმას გადაადგილებას პარკინგის პრობლემა და რაღაც ეს ყოფითია და მაგას მოევლება თავარია იქ რა გაქვს აქ რა გაქვს და რითი ცხოვრობ და რითი ამაყობ და რითი მოდიხარ და აი ეს ბიჭები ეხლა თქვენ არიცი დავხილდა სიურპრიზი გამიგეთეთ მე რა მე ვიცოდი რომ ესეთი ფერმიშოქს მოდა და გამოვეწყე ნამდვილად ასე იმიტომ რომ რაღაცა ეს ბიჭები კიდე ძალიან ბევრი ბავშვია და ამ თაობის წარმომადგენელი რომელსაც სიმღერაც უყვართ ზრდილობაც აქვს რა თქმა უნდა განათლებასაც იღებენ და რაღაცა ნუ ამაზე დგას ალბათ დღევანდელი თბილისით საქართველოს და ხო ცოდნა აუცილებელია იმიტომ რომ გამორიცხო მარტო სიმღერით ფოსველი ახვალ იმ სიმღერას თან ცოდნა უნდა ახლდეს და თუ საძირკველი დანგრეულია მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი ჯაფა დაკარგულია და ეს პატარები და უამრავი სწავლობენ ყველაფერს აკეთებენ თან მღერიან და ეს არის ერთად ზედნაშენია ყველაფერი კი ბატონო და აი როგორ იქმნებოდა თბილისის კოლორიტი მაშინ აი უფრო ადრე უფრო გვესმოდა რომ აი თბილისის კოლორიტია ასე ვთქვათ კონკრეტულ ადამიანზე აი როგორ იქმნებოდა როგორ ხდებოდა ადამიანი კოლორიტი არაფერი არ ფიქრობდა იმან კოლორიტი უნდა გავხდეს აქციელი ჩვეულებრივია მაგალითად მე ამბობდნენ რომ აი თბილისის კოლორიტია თავისი აქციელის გამო პირველ რიგში რაღაც ხიბლი უნდა ქონოდა ენამოსებული საქციელით ყველაფრით და არავინ არ ფიქრობდა მე დავიბადე კოლორიტი უნდა გავხდე და ეს უნდა მოვიდა ეს თავისთავად მოდი და მე ხალხი არ ქმევდა კაცი რომელიც დააგდა თბილისს თქვენ მითხარით ესეთი ფრაზა კაცი რომელიც დააგდა მოსკოვს ტოკიოს ყველ არსებობს თბილისს უხდება მხოლოდ კაცი რომელიც დააგდა თბილისში სხვანაირად ურთხილდებოდნენ ადამიანებს და თბილისში სხვანაირად ექცეოდნენ ადამიანებს სხვანაირად უყვარდა აი ეს სხვანაირი მოქცევით მე ამბობდნენ რომ აი ეს არის ის კაცი და ეს არის კოლორიტი იმიტომ რომ ის კოლორიტი შედიოდა ის პირველში სიტყვა იყო ხიბლი იყო და თუნდაც იმ სიტყვას ვიხوار მაშინ ეგრე ერქვა თბილისური პახოტკა კიდე სხვა იყო და იმ პახოტკაში მარტო ნაბიჯები არ იყო იმას მიხრა მოხრა სხვანაირად დადიოდა ეწყობოდა პატივცემულო ეწყობოდა და აი ეგ იყო თბილისი თორე არავის არ ქონდა გულდა მე ისე უნდა ვიყო რომ უნდა გავხდე კოლორიტი არა თვითონ გარკვევდა ადამიანი რა ეხლა ხო მე ხო შემოიღე სახალხო არტისტი ის კოლორიტი იყო სახალხო ფიგურა იყო რა თვითონ არ ხვდებდნენ რომ აი ეს არის ნაღდი კოლორიტი და ეს არის ერთ-ერთი დიდი კითხავ დიდი ჯილდო და
ნამდვილად დიდი ჯილდოა ეგეც, ეს ბავშვებიც და რა ვიცი, ყველაფერი ის, რაც ალამაზებს თბილისს და თბილისობის დღესასწაულს. ბატონო ზაზა, ერთი სიმღერაც დიდი მადლობა იბადოთ მოგწონებისთვის. სიამოვნებით. ბიჭებს მადლობა, რა თქმა უნდა, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს და გვინდა რომ ბედნიერება და ყველაფერი გაიხარეთ. ეხლა სიმღერას მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ მოხვედით. თქვენ გენაცვალეთ, თქვენმა მშობლებმა იხაროთ და თქვენმა ჯიშმა კიდევ იხაროთ. ერთხელ გილოცავთ თბილისობას თქვენ და ყველას. გაიხარეთ. ეხლა სიმღერას რაც შეეხება ახლა ვიმღერებ მე სიმღერას ცნობილი ძველი სიმღერა, რომელსაც გქონდა ორი კუპლეტი და რომ მოვდიოდი აქ, დაურეკე ერთ ულამაზეს კაცს, რომელიც სუთბილისზე წერს ლექსებს, ზურა გოშაძეს. კი ბატონო. ზურა მეუთხარი, ეხლა მივიდოდი კიდე ორი კუპლეტია რა. ხო და მესამე კუპლეტი ეხლა გამომიცხო, დავიმახსოვრეთ და მოვედი და ეხლა მადლობა ბატონო. ანუ მესამე კუპლეტი ზუსტად აი მოусმენ და ნახავთ.